გამარჯობა ჰიტა. გამარჯობა ბიჭო. ჰიტა, რონალდინიო და სოკრატე. თქვენზე ბევრი ამე ვიცი. ღმერთო ის სიმღერა არ გაიხსენოთ, ღმერთო ის სიმღერა არ გაიხსენოთ. ძმაკაცის დაბადების დღეა და შეყვარებული გეუბნება არწახვიდეო. როგორ მოიცე? აი კი ვარ არის თავარია კის. უსტად ეგ პასუხი მქონდა მე. აბა რა, ბიჭო. აბა თუ გაჩერდება. სანამ სათვალე მოიხსენე და რაღაც თმები შევისწორე და ის ნიღაბი ავიღე და ვინახე რომ ბასტოს ამოუღეს მოქალაქის როლი რა და მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მორიგი ახალი პოდკასტი უნდა დავდეთ უკვე. ამ პოდკასტში ჩვენი სტუმარი იქნება ჰიტა. გამარჯობა ჰიტა. გამარჯობა ბიჭო, მადლობა რომ მომიწვიეთ. მადლობა შენ რომ მოხვედი ჩვენთან. მაგრამ ჯერ არ დაგვიწყია პოდკასტი რა. იმიტომ რომ შენი წარდგენა არ ყოფილა ჯერ. ანუ სანამ დავიწყებთ, აუცილებლად სამი ვარიანტი უნდა შემოგთავაზოთ თითოეულმა ჩვენგან. იმიტომ რომ კი. რა ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალური ადამიანები ვართ ჩვენ. აი ესე გადავწყვიტეთ რა. და ამიტომ ეს გვინდა რომ გამოვავნოთ მაქსიმალურად. სცენარისტები და რაღაცა და ვნახოთ რა ხო. მეუბნება. ადამიანი, რომელსაც 374 ვიდეო დასჭირდა იმისთვის, რომ ჩელენჯერი ეყიდა. და შემდეგ 374 ვიდეოს მიუძღვნის მისი ბაკის გავსებას. კარგად დაიწყე მაგრამ არ წავიდა ისე? პატარა ბაკი აქვს და არ უნდა ისე? მე ვიფიქრე რომ ბევრი შედის. კარგი აბა მე მედი გიგვი. დღეს ჩვენთან ასტუმრად და შემდეგ თავის გადაცემაში გაარჩევს და გვეტყვის მოეწონა თუ არა ეს გადაცემა. კარგი. კაი, მეორე აი იქ ბოდიში. იქ რო ჭრით შორტსად და TikTok-ად და მე რო ვარიაქტებ ხოლმე ეგეთ რაღაცებს და დავარიაქტებ. ოკეი, აქედან ერთ-ერთი მომენტი. შენ თავს დაარიაქტებ. ჩემთან დავარიაქტებ თქვენთან როგორი იყო. ოკეი. ოკეი. კაი, დღეს ჩვენთან მოვიდა იუთუბერი, რომლის ერთ IQ-ზე 1168 გამომწერი მოდის. ჰიტა ზუსტად. ანუ 187,000 გამომწერი ყავს. ბიჭო, სულ გიგებ ხდებით? ბიჭო, რავი, ეხა მე ანუ მანქანაზე წავედი, ის იქიდან მივუდგა და შენ. ანუ არ ვიცნობდი. დღეს გავიცანი, ანუ ხდები და მაინც მოგიგეთ, ხდები? მე დაუფიქსირე რომ თავის გადაცემას ვუყურებ. სხვათა შორის ისე? მაგრამ გამოთვალა კაცმა და ის რაღაცა კი, არა, 187,000 რო კალკულატორში გაყავი, ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. ხო, 160 რო გაყავი. 187,000 გავყავი, 160 IQ მაქვს. და 1168 გამოვიდოდა. თელი 75 დავაზუსტებ რა, მაგასაც გეტყვი. მოკლედ, მოგესალმებით, ჰიტა. როგორ ხარ პირველ რიგში, ხა უკვე შემოსული ხარ, ერთი აირჩიე ნიკუშას გამოცხადება და აბა როგორ ხარ, როგორ გზნობ თავს, როგორ ისვენებ თუ არ ისვენებ საფულში. ძალიან კარგად გრძნობ თავს. YouTube-ზეც კარგად მიდის ყველაფერი. ცხოვრებაშიც, რავი. ბევრი YouTuber-ი იწყებს კიდე მოღვაწეობას და მეც ჩემ როგორც საქმიანობაა რომ მე თან ვიღებ რაღაცებს, ასევე მაყურებელიც ვარ და მიხარია ესე ბევრი რაღაცები რო კეთდება და თქვენც წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა. ჩვენ სხვათა შორის ვნახეთ შენი ვიდეო, რომელზეც ჰქონდა განხილული პოდკასტები საქართველოში თუ როგორ მომრავლდა. და ჩვენ ვიდეოზე ჰქონდა კომენტარი, რომ არ მინახავსო TikTok-ებზე, ხედავ ხოლმეო რა და მე ვიფიქრეთ ჩვენ, რომ მოდი ადამიანს ესე ლაივში ვანახო ბატონო. რაღა YouTube-დან ნახოსო. თან ყველაზე მეჯერ მიწოლის სტუმარია მე მგონი YouTube-ზე თუ არ ვწდები, იმიტომ რომ ყველგან არის ნამყოფი აბსოლუტურად თუ რამე გადაცემაა და მიიწვევს ყველგან არის მე. რომელ არხზე არ ყოფილ ხარ ქართულ YouTube-ზე? აი დიდი არხები რო თქვა. კი. საერთოდ. ანუ რაღაცები იქნება ეს სადაც არ ყოფილი ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად მიწვეული და მისული ვარ. ადრე მე და კალა ვიყავით და. ხო. ამ ბოლოს მე მგონი მე ვარ. და ბასტო კიდე. ბასტო თქვენთანაც იყო. ბასტო კი. მარა კალამრაც თმები გადაიხოტრა აი. უფრო მოიკლო იმან. იმის შემდეგ მე მივიდა. აღარ იწვე. ხო და მოკლედ ჩვენ ახლა შენზე რაც ვიცით, არის შემდეგი რაღაცეები რა. ერთი ვიცით რომ ძალიან დიდი ხანი YouTube-ზე ხარ. ხო. YouTuber-ი ხარ? YouTuber-ი ხარ. 160 IQ გაქვს. გაქვს ძალიან კარგი კონტენტი და ძალიან ბევრი ვიდეო მინახავ შენი. განსაკუთრებით უფრო როცა არის როგორ რაღაცეებზე იცით, აი მაგალითად ახლა ეგვიპტის თემაზე რო ქონდა გაკეთებული და მსგავსი შინაარსის ვიდეოებს ძალიან ხშირად უყურებ ხოლმე, არა მარტო შენ გვერდზე, მაგრამ შენ ძალიან იმას აქვს მნიშვნელობა, გადმოცემის უნარს მნიშვნელობა აქვს რა. კი, რა თქმა უნდა. თორნიკ ერთ საინტერესო ფაქტს ვიტყვი ჰიტაზე რა. პირველი სტუმარი ხარ ჩვენ პოდკასტში, ვისაც არ ვიცნობდით აქამდე რა. ანუ ეხლა ვინც ყოლია უმეტესობას არ მეგობრობთ და რაღაცა და ხო დანარჩენს ვიცნობდით ყველასთან შეხება გქონია და პირველი სტუმარია ჰიტა ვისაც ანუ არ ვიცნობდით დღეს გავიცანით რა. და იმედია
არ გაგიცრუებთ იმედებს, როგორც ვიდეოში ვიყავი, ისეთ ხო ვარ მართლა. ხო და აი რანაირად არა კი მე ხო ნახე რეალური. აი მართლა მეც მაინტერესებს რანაირად მოხდა ეგრე, რომ ანუ არ ვიყავით შეხვედრილი. ან არ ვიცნობდით ერთმანეთს, ან ზოგადად რა იცი ჩვენს. ვინ ვარ? აი ვინ ვარ? შენი აზრი. თქვენზე ბევრი რამე ვიცი. მე ანუ YouTube-ზე არ მინახავს თქვენი ვიდეო თქო, თორემ მანამდე მინახავს სამ ბევრი რაღაცები. თქვენი იუმორისტული გამოსვლებიც მინახავს. მასთან გაჩი რომ გამოდიოდით მაქედან მოყოლებული თუ რამე ყოფილი. ანუ ყველაფერს უყურებ და ეხლა შესაბამისად ხო იმიტომ ჩვენც ხო ღმერთო სიმღერა არ გაიხსენოთ, ღმერთო სიმღერა არ გაიხსენოთ. ჩვენი შაუწეთი. აუ ის სიმღერა არ გაიხსენოთ. ეგ სიმღერა არის, აი არ ვიცი. ცხოვრებაში ყოველს თავი შავი წერტილი რა ხა იმ მომენტში ის იყო რა, ანუ ვიკაიფეთ გავერთეთ და მაშინ ძალიან გავერთეთ რა. მე რას ვფიქრობ ისი? მე ვფიქრობ რომ მე მგონია რომ ხალხსაც გაუსწორდა. არა, ვინც სერიოზულად 4 მილიონი ნახვა ქონდათ ახლა 4 მილიონი კაცი ხო არ დაგვრცინოდა რა. არა, კი არ დაგვრცინოდა. დაგვრცინებდნენ რაღაცა. ბიჭო, მაგაზე არ მაქვს პრობლემა. მე რაზე მაგიცი? ორი ხო. ადამიანი რომელმაც ეგ სიმღერა სერიოზულად მიიღო, ანუ იმ ადამიანებს ვერ უგებ რა. მე გეტყვი რამდენმა მიიღო სერიოზულად. რამდენმა? ან მეორე ვიდეოდევს ლირიკით არის რა. ანუ მაგას აქვს 1,800,000 ნახვა, მაგრამ მიიღო სერიოზულად ეგ ნაწილი. კარაოკე შევშვებენ და რაღაცა ისე ხო დავიხდები. ანუ ეგ ესე იგი ყველაზე პოპულარული ვიდეოა თქვენი. ჩვენ სადაც ჩანვართ, თორე სადაც არ ჩანვართ, უფრო პოპულარულებიც არის. ანუ სადაც გაგვიკეთებია ჩვენ, ანუ ბექში სადაც ვიყავით რა. მაგრამ ეხა შემოვედით უფრო ისე რა, რომ აი YouTube აუდიტორიისთვის რა, რომ როგორც YouTuber-ები. შენ ეხა გამოცდილი YouTuber-ი ხარ. ბევრი YouTuber-ის გზის განვითარებაში მიგიღია მონაწილეობა და კიდე მიიღებ, იმიტომ რომ სულ ეგრე გახასიათებს ყველა, ვინ ჩვენთან სტუმრად ყოფილა და ჰიტას ახსენებ, ანუ ყველა მაგას ამბობს და ეგ ძალიან კარგია, რომ ესე ასაპორტებ ადამიანებს და ჩვენც გვინდა რომ ესე ლაივში თან ვიღაცები ვის გვისმენენ, ეხა დამწყები YouTuber-ებიც იქნებიან და შენგან ძალიან კაი რჩევას მიიღებენ რაღაცას. ჩვენც რაღაცა. აი რა უნდა ეხა მე ეხა პოდკასტი არაფერი გამორჩეული არ არის ეხა ჩვენ კონტენტში, მაგრამ რა არის მაინც აი YouTuber-ისთვის ის რომ მეც მივხვდი რომ სანამ მიტყვი რომ YouTube გსდის რომ არ დანებდე. ანუ მაგას მივხვდი, იმიტომ რომ აი რაც კარგს გააკეთებ, ეგ არის. არა, მართლა ეგ არის, აქვს გსდის ალგორითმი გსდის რომ აბა თუ არ გაჩერდება, იმიტომ რომ გაწვალებს რა. აბა თუ გაჩერდება. გაჩერდი ხო? აი გითხარია. ანუ ნახე ამ სფეროს თუ უყურებ ძალიან მოკლევადიანად, ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა და თან კიდე ერთი სიგიჟე ფაქტი რა არის ნახე. ვინც YouTuber-ს დაიწყებს და მაგალითად პირველ 6 თვეში რაღაცები გაუვარდა ძალიან. აი ჩათვალე დაიღუპა და 1 წელიწადში ან 2 წელიწადში არ იქნება საერთოდ. ანუ ეგ 100%-იანი სტატისტიკაა, თუ გინდათ მე ან მაყურებელსაც ვეუბნები რომ დააკვირდით ეგრევე ვიღაცების რა. ანუ თუ არ იწვალე და ვიდეოს რო დადებ და იქ რაღაცა 4 ნახვა რო გქთა 4-ვე შენ რო ხარ სხვადასხვა რაღაცით. ანუ ეგ პერიოდი თუ არ გაიარე და მან თუ არ გაიზარდე. ისე არ გიმუშავდება უნარი, როგორ უნდა იყოს ისეთი, რომელიც გადარჩება გრძელვადიანად რა. და ადამიანები ესე რო იწყებენ ამ სფეროში რაღაცებს და თავიდან ცოტა ნახვები რო აშინებთ. მე მაგ ეგეთ შეიძლება რომ აი მაგის კი ნუ გეშინია, შენ ისიც უნდა გეშინოდეს, ნეტა ეგ არ დაგემართოს მართლა, რომ მართლა არ გაგივარდეს რამე რა. თორე რაღაცა რო გაგივარდება, იქიდან ვერაფერს ვესწავლობ გქონია, რომ მაგრად გააკეთე. მე კიდე აკეთე, მე აღარ მუშაობს და მე ვეღარ ხვდები რა ქნა რა, მე კიდე 20,000 ნახვა რო მაგალითად 100,000 ნახვაზე გაგივარდა რაღაცა და მე 20,000 როდებ ფიქრობ რომ აი ეხლა ხუჯერ ცოტა შედეგი გაქვს რა და კიდე ის გინდა და ის კიდე ვეღარ გიქნება, იმიტომ რომ სულ რო ჰაიპში ეგრე რაღაცები გაგივარდეს შეუძლებელია რა. ანუ სტაბილურობა მნიშვნელოვანი, სტაბილური ზრდა არის მნიშვნელოვანი. სტაბილური ზრდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და თან გრძელვადიანად რო აკეთო რა. პოდკასტში მით უმეტეს ამ პოდკასტები მას შემდეგ ხდება რაღაცა ისეთი ხალხს რო ახსოვს და საუკეთესო პოდკასტზე რო შენ სამბობენ ან ნახვები რო აქვს და რაღაცა, მინიმუმ 100 ეპიზოდი როა. და პოდკასტი არის ყველაზე ძნელად გასაზრდელი რაღაცა საერთოდ კონტენტებს შორის, მაგრამ თან ყველაზე მაგარია community და აუდიტორია უჩნდება. იმიტომ რომ ეხლა ტიპი 1 საათი გისმენს. ესე იგი რაღაცა ღირებულს ამბობ, ან იმას ის ხედავს ღირებულს ყოველ შემთხვევაში. შენ პირველ ვიდეოზე რამდენ ხანში ახვედი 1000 ნახვას, თუ გახსოვს? ეგრე წვალებით. მე მქონდა როგორი შემთხვევა, იცი ვიდეოების დადება რო დავიწყე, მქონდა 300 ნახვა, 400 ნახვა, 500 ნახვა ეგრე. 1000 არ წეოდა საერთოდ. და ჩემი პირველი ჰაიპი იყო ეგეთი რამე, რომ ესე ვაგრძელებ 1-6 თვე გავიდა. და ვიდეო რომელიც 6 თვის წინ დავდი და 500 ნახვა ქონდა. ერთ დღეში მოემატა 60,000 ნახვა. ვა, 60,000 ნახვა? რანაირად მოხდა? ეგრე ხდება ხოლმე. სულ, ანუ
ჰანგრიმენში გადავიდა ერთხელ 2012 წელს იღებდა beatbox-ის ვიდეოს რაღაცა არხზე და ეგ არხი 2012 წლის შემდეგ 2022-ში გაუვარდა. რაღაცა ასოლა. 22-ში. შეიძლება დახურ ვარხიო და მე გავარდისო რა. ხო და ორი კაი ფაქტია მაგაში რა, ერთი რომ გაუვარდა და მეორე რომ არ შეცვლილა, ანუ რაღაცა გონია 10 წელი გავიდა. და მაინც ახლა ის ხდება. იგივე არის რა. ეგეთი რაღაცა მოხდა კიდე TikTok-ზე, ძალიან სასაცილო იყო. 1-2 წლის წინ იყო ყველაზე დიდი TikTok ტრენდი Suzy, My name is Suzy რაღაცა. ეგეთი ტრეკი იყო და საბავშვო რაღაცა იყო რა. ხო და ამ მუსიკას რომ მოძებნიდი უკვე YouTube-ზე full ვერსიას. ხედავდი რომ 8 წლის წინანდელია. და ის Suzy მაშინ იყო სადღაც 13 წლის დაიხარე 20 რაღაცის და თუ ერკავს გიჟივით. ეს ტრენდში არის და პატარა Suzy ხო? პატარა Suzy არის ყველაზე ნახვადი და შეხვა უცებ გიჟია სოციალური ქსელია. ხო, მოკლედ, ყველა მიცის რომ ჰიტას ძალიან მაღალი IQ აქვს. კი ბატონო, მაგალ ზუსტადაც ვიცით. 160. კი ბატონო. მაგრამ ჩემი აზრით თავარია კაცობა. თავარია კაცობა. ანუ გავიგეთ რომ ეს მაღალი IQ, მაგრამ აი კაცობა არის მთავარი რა და ბაზარია. კაცობის ტესტი გვინდა რომ ჩაგიტაროთ რა. თუ წინააღმდეგი არ ხარ. ეს კომერციული სახელია, იმედია ესეთი ტესტის თვითონ. კაცობის ტესტი? კს ესეა. IQ ხარ ეს არის კს. ხო. კაი, კსი გავაკეთე. კს. აი, გავიგოთ ჰიტას კს რა. კაი, პირველი კითხვა მაქვს მე. მიდი. სულ იქნება 9 შეკითხვა. რესტორანში წახვედით. მე მარტო პასუხობ თუ ხო, არა, შენ პასუხობ. ნუ შენდობ ჟელობაში შემოვდივართ ახლა თუ არ განსხვავებული აზრი. რესტორანში წახვედით, შენ და გოგონა რა. ხო. და გოგონა თავს იგიჟებს რომ მე უნდა გადავიხატო. როგორ იქცევი? როგორ იქცევი და გავდივარ შუმად და ვიხდი. ჩუმა. კი. ნახე, კი, მაგრამ ანუ როგორია იცი? მაინც ახლა ჩუმად გასვლა. ან ჩუმად რა ეხლა მოხდე. რა, კაცურში არ მოსულა რომ ჩუმად გაივლი და გადაიხდი რა. ხო, მე მეგონა რომ უპასუხებდი რომ გოგონა თუ იხდის, ესე იგი წინასწარ არის შეთანხმებული უკვე რა. ანუ მე ხო კაცი ვარ, ანუ წინასწარ ვათანხმებ ყველაფერს სადა როგორ უნდა იყოს. შესაბამისად გოგონა რომ იხდის, უკვე ანუ ეგ წინასწარ არის გათვლილი, ეგრე უნდა ყოფილიყო. არა, არ გეთანხმები მაგაში მე. ეჭო, არა ისიც ძალიან კაცური არის. არა, კაცური ხოდია ეხა ეგ რო, ანუ ეგრეა, ხო რომ გოგონა უნდა გადაახტევინოთ. შენ ამ დროს ტკაპ და გადახდილია. ანუ პასუხი კარგი. არა, პასუხი კარგია კი კაცო. შენ თუ გინდა გადაიხადე, მაგრამ უკვე გადახდილია. ანუ ამაზე ვუმეტ მე, ხო ხდები? აი ეგ ინტონაციაც. ხო რა, ეგ იყო. კაი, მოკლედ. კაი პასუხი იყო. კი, კაი პასუხი. ძმაკაცის დაბადების დღეა და შეყვარებული გეუბნება არ წახვიდეო. როგორ მოიქცე? ოპა. წავიყვანა. ზუსტად ეგ პასუხი მქონდა მე. საბა რა, ბიჭო, კაცურად ეგ წაიყვანე და ერთად გაერთეთ. რატო მიდიხარ მარტო? სწორია. დავაი. უკვე 2 კს. 2 კს. 2 კს. გოგოს აჩუქე თაიგული და არ მიიღო რა ეს შენ აჩუქარი და უკან დაგიბრუნა. რა შვები? რა შვები ამ თაიგულს? უცნაური შემთხვევა. მე მაგ ერთი ვერსია. ძმაკაც ურეკავ და ეუბნები რომ მიწედმეტი თაიგული ხარ გინდა. შეყოლებული შე. რავი გადააგდე რა. უნდა გადააგდო? ანუ უბრალოდ ან გოგონასთვის გქონდა. მეც მაგ ერთი ვარიანტი. ნაყიდი და გადააგდო, ანუ არა. რა უნდა ქნე უარს მაგ ერთი ვარიანტი ეხა. მითხარ. იქრეკავ რა სადაც იყიდე. ეს შეიძლება რომ მოგიბრუნო და ეს მასში ჩაიჭრები ეხლა. არა, ჩაიჭრები. ხო, რა, კაცური როგორ არის იცი მანდ? ეს თაიგული უნდა დარგო. და დარგო და დაელოდები ამ დროსგან როდის. არა, ბიჭო, უნდა გადააგდო, რატო იცი? არა, ეგ არის კაცური ახლა. არა, გადაგდებაც კაცური არის ახლა, რატომ მიყვები ახლა იცი გეტყვი? იმიტომ რომ ის ყვავილი, ის თაიგული იმ გოგონასთვის იყო. ხო, და ახლა სხვას რომ იცი ახლა მე ვიხუმე. იმის იყო და მაშინ თუ არ არის, მაშინ ნაგავში რა. ხო, ნაგავში უეჭო. ან დარგე და კონდე შენ. თაიგული უნდა დარგო ეხა ეგ არ ვიცი უნდა უკვე გადაჭრილი. აი აბსურდული. არა, ერთი შეიძლება კიდე რომ ამ ხელა IQ გაკაც და უნდა მოიფიქროს. აი ხო და ერთი ვერსია კიდე მაქვს რა. ანუ ისეთი არის შეიძლება ქუჩაში გახვიდე და უბრალოდ ნებისმიერი ადამიანი გოგონა გაახარო და აი ყვავილი. ეს ვიფიქრე მაგრამ. ეგეც შეიძლება. ეგეც ისეთია ეს ამას თავისი ადრესატი ყავს. არა, ეგეც ხო მან მივდივართ ისო, კი. სხვა გოგოს უჩუქნი უკვე იმ არა, არ გამო. შენ ხო იცი. ხო, სხვა გოგოს სხვა უყიდე ძმა. არა, 3 კსია. კაი, მე მაქვს ეგეთი კითხვა. კაი, ცოტა. მოდი ცოტა დავძაბოთ რა. აბა მიდი. მაფიის თამაშის დროს შემთხვევით გამოგეხიდა და დაინახე მაფიოზები ვინ არიან.
რა შვები? როგორ იქცე? ეგეც შემთხვევა მქონია. აი როგორ იქცევი? ჯეთყვი როგორ მოვიხიცი და ცოტა ჩაწერა მიმდინარეობს, ხო? ჩაწერაში ჩანს. სანამ სათვალე მოიხსენინდა რაღაც თმები შევისწორი და ის ნიღაბი ავიღე და ვინახე რომ ბასტოს ამოუღეს მოქალაქის როლი რა და ესე გავაპროტესტე მეთქი ამ დავინახეთ ხო და ოპერატორმა იქ მანიშნა რომ დაიკიდეო თუ რაღაცა ანუ თავიდან ვერ დავიწყებთო რა და მთელი თამაში ჩემ თავს ვარწმუნებდი რომ ეხა ეს ინფორმაცია არ უნდა გამოვიყენო არაფერში და არ გამოვიყენე მართლა ვა ისე გამაგდეს მე წავაგე ბასტონ მაგიგო ხო? მე მგონი ბასტონ მოვიგო ვა ეგ რაღაცა თანახა არ გინდა რომ თამაში გაგუჭდეს ხო? ჩანდა და მე ცოტა გამლანძღეს იმის გამო რომ დაინახეო რატო არ ჩაშალეო რა და მართალიც იყვნენ რაღაც მომენტში მაგრამ მე საკუთარი თავის იმედი მქონდა რომ არ ჩავიჭრებოდი მაგაც უეთში. ანუ ერთი კუსი უკვე ქონდა იქ. ანუ სანამ გიგამეს შეკითხვა მოიფიქრა. უკვე ჩაბარებული ქონდა. ხო, სწორია რა. კი ბატონო. აი, მოკლედ, ცოტა ძალიან ისეთი კუსია რა. დავაი. მეზობლის მეუღლეს მოწონხარ. მეზობელი რა. წერს რომ სახში მარტოა და მასთან ჩახვიდე. როგორ მოიქცე? თავის ხმას დაურეგოს. ოპა. აბა რა, ბიჭო, აბა რა, ეგეთ დროს კაცი მართავს სიტუაციას. კი. ორი მეუღლია და ორი კაცური პოდკასტი გაქვს ბიჭო. ხო რა. რამდენი კუსი აქვს? რა? 1 2 3 4 5 5 კუსი. აუ, კაი, აუ, ნიკას მაგრა უხდება იმე. ვინ ნიკოს? ქართულ სუფრაზე ხარ თამადა რა. სამი სადღეგრძელო რომელსაც აუცილებლად იტყვი. აი ეს უკვე და თითოეული სადღეგრძელო არის 1 კუსი. ღმერთის სამშობლო და სიყვარულიც მამა. ოო. კი, ანუ ზოგადად სადღეგრძელოები ისეთია რა, საქართველოში ღმერთის სამშობლო და სიყვარული. რას ამბობს? ნუ სამივე ერთიანდება ერთმანეთში რა. ჩვენ ვართ ქართული სუფრის ძალიან მოყვარულები რა, სამივენი რა, ანუ ძალიან დიდ პატივს ვცემთ რა. აი სადღეგრძელოები და განსხვავებულები და ქართული სუფრა და რაღაც აი. ოღონდ ოღრაშულ თემაში კი არა. მართლა რომ რაც აქვს ფუნქცია რა, кейპს და სუფრას, ეგ რომ მეგობრებთან ერთად და რაღაცა და ანუ ისეთი სამი სადღეგრძელობით ხარ? არა, კი. ჩაბარებული. ქართულ სუფრაზე კიდე ერთი ნიუანსია რომ მაგიდები იყო ოვალური რა სულ. კი. და ის მაგალითად რომ кейპ-ოპან სუფრაზე რომ რაღაცა სადღეგრძელოების ამბავი რომ იდის რაღაც ენერგეტიკულად ესე განიხილებოდა რა თუ მოგეწონებათ რა თქვენ ესე შეხედულება რომ ეს ენერგია ესე რაღაცნაირად ტრიალებს რა სუფრაზე და არ შეიძლება რომ კუთხოვანი იყოს რომ არ დაიკარგოს ენერგია ხო მაგ შემთხვევაში. თან არის ნახე მაგალითად ვიღაცას დააგვიანდა და გვიან შემოუერთდა ან რაღაცა. ის ენერგია რაც იქ სუფევს, ის ტიპი ამ ენერგიის ნაწილი ეგრევე ხდება. ხო. აი იმ წერაში შემოდის. თან ის არის რა ქვია, ყველას ხედავ. ყველასთან კონტაქტიც და კომუნიკაციას თვალითაც და ყველაფრით რა. ზოგადად ისე მნიშვნელოვანი საკითხები რგვალი მაგიდასთან წყდება ხოლმე. მებისმიერი ისა. ადრეული იმაში ესე იყო ხოლმე, აი, რგვალი მაგიდა არტურიდან მოყოლებული. ხო, მაკედან მოყოლებული და მაფია რგვალი მაგიდაზე. ისე ზუსტად გამსახურდეს ის ეგ იყო მართლა. რგვალი მაგიდა საქართველოს იყო, ეგრე იყო. კი, ეგრე იმას პარტიას. მე მაქვს ეგეთი. მიდი აბა. ჟესტიკულაციით ვანიშნებ მე და უნდა მიხვდეს რას ნიშნავს რა. კაცური ჟესტიკულაცია? ხო. კაი, პირველი არის ეგეთი. მოსაწევად გავიდეთ. კი ბატონო, სიგარეტი მინდა, მოსაწევად გავიდეთ. ეს დავლიდეთ. სორი. ეს სანტეველა. სორი. კაციებულია. პროსტა გაციებულია რა. არა გლოდი ხოლმე. პროსტა გაციებულია რა. კაციებულია. არა კუსია. ეთლება. ოკეი. ეთლება ეს კუსი. მე ამოვწურეთ. კაი, მე მაქვს კიდე ისე შემორჩენილი. მიდი აბა. კუსიები. მოკლედ, მოლარემ უფრო ნაკლები გაგიტარა სალაროში, ვიდრე უნდა გადაგეხადა, ეს შეამჩნიე, როგორ იქცევ? უფრო ნაკლები გამიტარა? ხო, ანუ უნდა გადაგეხადა 10 ლარი და 7 ლარი გაგიტარა და შენ უყურებ ამას და მიხვდი რომ შეეშალა. ვეუბნები აუცილებლად. ისეთი მაგარი პასუხია, ერთი კუსი არ უნდა მივცეთ რა თქმა უნდა ამაში. კაი. ჩემი ჯერია? მიდი აბა. ძალიან მაგარ საცობში ხარ. შენი ჩელენჯერით. ხო და
რას აკეთებ რა? ანუ გახარდა ელოდების აცობს თუ კაცივით რაღაცა იქით მოსინჯაო, აქეთ მოსინჯაო და აკედა უსიგნალე. მასლაინი იქ რაღაც. არა, უეჭველი ველოდები რა, იმიტომ რომ აი ესე რა, ნახე ხალხი არ ცნობდეს. მაშინ კიდე შეიძლება მიმეცა თავი. როზე ჰიტავდა. ბოხელი რო პოლიცია. დრიფტი. კაი ანუ საცობში უეჭველით გახარდა ელოდები პატიოსნად ისედაც შენს რიგს ხო? ისაც ეგრე ხო, ისაც ეგრე ვივლიდი ალბათ ცხოვრებაში, მაგრამ ამ ცნობადობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ვალდებულიც ვარ რა, ეგრე მოიქცე რა. რა, იმიტომ რომ მისაბაძი ადამიანი ხარ შენი გამომწერებისთვის და გვინც გიყურებს იმათთვის. ყოველ შემთხვევაში. აი ზუსტად მაგაზე გვინდოდა ერთი კითხვა რომ დაგვესვა ჩვენ. რომელი კითხვა იყო? რომელი კითხვა იყო და გეტყვი. აი ხა რას თქვი რა, უფრო ცნობილი რო ვარ, ესე იგი შენ რამდენად გზნობ მაგ პასუხისმგებლობას, რომ 187,000 ადამიანზე ეგეთი გავლენა გაქვს. რომ შენ შეგიძლია ისეთი ნახე, ისეთი რაღაცა თქვა, რაზეც შეიძლება ამ ბავშვზე ან ახალგაზრდაზე რაღაცა გავლენა იქონიოს. გზნობ მაგ პასუხისმგებლობას? იცი რა, მაგ პასუხისმგებლობა თავიდანვე არ მქონდა ესე გაცნობიერებული. და ისიც არ მქონდა გაცნობიერებული, რომ ეს მე რო ეხლა ვზივარ და კომპიუტერთან და რაღაცებს ვლაპარაკობ და მე ქუჩაში გავალ და ვიღაცებზე ისეთი ემოციებს ნახავ, რომ ძალიან უყვარ ვარ მაგალითად რა, ან მეხუტებას ფოტოს იღებს, ხელის მოწერა უნდა რაღაცა ეგეთები. ეგ ნაფიქრი არ მქონდა წინასწარ რომ ეგრე მოხდებოდა და მაგას მოულოდნელი იყო ყველაფერი და შეშვება მომიწია რა. და დამუღამბეო რომ მეც რო ადეკვატური ვიყო, თორე ბავშვი რომ მოვიდოდა მეტყო და ჰიტამე შენი გამომწერი ვარ. ვერ ხვდებოდი რა უნდა მიხსნა რა. ძალიან უხერხული იყო. და ეხა ნელ-ნელა უფრო ეხა პრობლემა არ არის, მაგრამ იცი რა, ამ დროთა განმავლობაში კიდე ისეთი ადამიანები მინახავს, რომელიც მაგალითად ჩემ დანახვაზე მოვა და ესე პანიკურად მეხუტება და კანკალებს რა, ან ტირის, ან ისეთ სიტყვებს მეუნება, რომ აი რაღაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გადავარჩინი ან რაღაცა იგივე და ანუ ეგ ყველაფერი მე ხო არ ვიცი და არც მაგის ამბიცია მქონია არასოდეს რომ ეგეთი რამეები უნდა შეეძლოს ახლა ჩემი ვიდეოებს. ხო არ მესმის, ხო, ეგ არ არის შენი განზრახვა, მაგრამ ესე ხდება ხდება. ან რაღაცა მიმებს ვარიაქტებ, ან რაც მე ვასწავლე ცხოვრებაში, მარტო მაგაზე ვიღებ ვიდეოებს თან რა. ან UFC რო მიყვარს და რაღაცა ეს სპორტი შემეყვარდა, მაგაზეც ვიღებ დაუშვათ, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს დიდ პატივს ვსვამ, თუ არ უყურებ, მაშინ არ არის რა, ჩემი სხვამ გადაიღოს, ვისაც ევასება უფრო მეტად. ეგრე ვხედავ და ადამიანებში, სხვადასხვა ადამიანებისგან ისეთი ემოციები მიმიღია, რომ მე ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ მე აუცილებლად უნდა ვიმუშაო სულ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე რა. იმიტომ რომ რო ხედავ რომ ტიპი ახლა შენ დანახვაზე ტირის და ცნობილებს მიმოძდის და ძალიან ისე ემოციურად არის. ესე იგი რამხელა გავლენა მომიხდენია მასზე და ალბათ ასეთ გავლენას კიდე მოვახდენ და თუ მოვახდენ, მაგრამ კარგი უნდა მოვახდინო რა. რა თქმა უნდა. კი, sorry. ჩვენ ახლა ვიცით რომ შენი IQ იცი კი ბატონო, მაგრამ შენ როგორ იცი სხვების IQ-ები? ეგეც მნიშვნელოვანია. აბა დავიწყოთ ახლა ცნობილი ადამიანების ორ ადამიანს გეტყვი და უნდა ვითხრა შენ რომელს უფრო მეტი IQ აქვს. ხერარ პიკე თუ მერლინ მონრო? მერლინ მონრო. უფრო მეტი აქვს მერლინ მონრო შენი აზრით? კაი, ახლა ორივეს გეტყვი. ანუ რა აქვს? ხერარ პიკეს აქვს 170 IQ და მერლინ მონროს ჰქონდა 165. რა ახლოს მითხარი? ხო, და მაგითო ან პიკეს უფრო მეტია? არა, ტროლი რა, ეხა ის რატომ უნდა იცოდეს ზეპირად, მაგრამ შაკირა თუ ნიკოლ კიდმანი? შაკირა. ნიკოლ კიდმანი. უფრო მეტი აქვს ნიკოლ კიდმანს? 123 განსხვავება. არა, ეგ მაგაში არ იმავშობი რა უბრალოდ. ნიკოლ კიდმანი 132 IQ. მართლა? კი. და შაკირა 140. ვაა. ორივე შევსწი მეგობრებო. აბა ჰეი. როვან ატკინსონი, მისტერ ბინი და მეტ დეიმონი. მისტერ ბინი. მისტერ ბინი, მართალი ხარ. კარგი, სილვესტერ სტალონე და ბენ აფლეკი. აუ სტალონეს უეჭველი სტალონეს იქნება. არ იქნება. არა, ჩემს პირიქით იქნება. ბენ აფლეკი. მაგრამ ეხა ორივე ახლოს იქნება, როგორც მოვხდი. არა, ახლოს არა, უბრალოდ ისეთია. ბენ აფლეკი, კაი. არა, ბენ აფლეკი არ არის მართალი. სილვესტერ სტალონეს აქვს ზუსტად შენაირი IQ 160 ტესტები გააკეთე სამხალხო. და 154 აქვს ბენ აფლეკს. 100 რამდენი? 154. 6-ია განსხვავება. 6. არა ხო და რა არის იცი? არა რა არის იცი? ანუ ბევრი არის სხვათა შორის ძალიან ცნობილია და მართლა ეგრე უნდა გააკეთე. ერთს უნდა ქონოდა 90 და მეორეს 160 და
ძალიან საინტერესო. არა, ხო და არ არის ეგ ნახე რა შვებიან იცი ცნობილი მე დავამუღამე ეგ რა, დამალულია ეგ ინფორმაციები. ვისაც არა არ ჩანს რა, ხდები? ხო და 100-ის ზევით ვისაც აქვს, ცოტა ეგ ყველაზე დაბალი იყო ნიკოლ კიდოვანი 132. დაშეს წაშლილი აქ. ხებია რამდენი აქ და არა მაგ დავანე. ხო, იმიტომ მნიშვნელოვანია რა ადამიანს ხო ხდები რა ცნობილი ადამიანს რო ანუ რამდენი გაქვს და ანუ და ძალიან ბევრს გქონდა ცნობილი ადამიანს წარმატებული. ხო. არა ხო? ანუ სხვა რა არის იცი ანუ IQ გონია ხალხს რომ უფრო დიდია, მით უფრო ჭკვიანი ხდება. ხო. სიამდვილეში სხვანაირად ანუ რაღაცები კარგად გამოგდის და უფრო მეტი რაღაც არ გამოგდის. და უფრო მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტი რო ქონდეს. აი ზუსტად ეგ უნდა მეთქვა, ემოციური ინტელექტი ბევრ მნიშვნელოვანია. უფრო მეტად კარგად გესმის ადამიანების უფრო სხვანაირი ჯიგარი ჯიგრობა ხარ უფრო რა, ყველას ემოციებს რო ხედავ რა. კარგი. Snoop Dogg-ი თუ Michael Jackson? Snoop Dogg. Snoop Dogg-ს აქვს 157. და Michael Jackson-ს ჰქონდა 159. ანუ მაინც მაღალი გაქვს შენ Michael Jackson-ზე. მე არ ნახდა. Snoop Dogg სამხელა ქონია. ხო 150. ეგ უფრო გაგიკვირდა ხო? კარგი. Lady Gaga და Quentin Tarantino თქვი? არა. მაშინ ვიტყვი. Tarantino-ს მეტი? არა, Lady Gaga-ზე რაღაცა მახსოვს. მაგრამ აი Tarantino თქვა. Tarantino-თან შენ გაქვთ ერთნაირები, სუსტად, 160-ები და რა, ანუ ძალიან ბევრს აქვს ბავშვებს. არა, მართლა, ანუ ცნობილი ტიპები ვინც არიან რეჟისორები, 160 აქვს ძალიან ბევრს. ანუ 161 და რაღაცა 160-ები აქვს ბევრს. რეჟისორებს? რეჟისორებს და მსახიობებს. ხო არ გიცდი ან ხო არ გქონია სურვილი. მაგრამ ისე ვიდეოებს ახლა რო ვაკეთებ, ხო არის ცოტათი. და Lady Gaga-ს აქვს 166 IQ. და Lady Gaga სხვადასხვა ბავშვობიდანვე გენიოსად ითვლებოდა, პატარა მოსარსეს და ხდნენ, იმიტომ რომ ძალიან იჭიერი იყო ბავშვობა. ეხლა რო გაიხსენებ როგორია სახეზე? სახეზე არა, მუსიკას გავიხსენ. ანუ ერთი ქერათმები რო აქვს მახსოვს და ცოტა ისეთია. გაიხსენებ რაღაცნაირია, სულ სხვადასხვანაირია. ხო და თან ბავშვობიდან ითვლებოდა იმათ რა. კი, ძალიან ხშირად იცვლის. მოიც შემეშინდა ეხლა რატო ვერ გავიხსენე ჩემი. ხო მართლა ისევ არა. არა, აქ ეგეც სულ ერთი იმით არ გახსოვს. ეხლა პიკე გახსოვს სულ ისე რა ქვია, ესნაირი. ხო, არა. დაგვიწერეთ კომენტარებში აბა ვინ გაიხსენეთ მეგობრებო. Lady Gaga-ს გახსოვთ როგორია სახეზე? ხო, მოკლედ კიდევ ერთ რუბრიკაზე უნდა გადავიდეთ ეხლა, რომელსაც ქვია ნაჯახი შეკითხვა. მომღლა უნდა წაიკითხო კითხვა რა. მხოლოდ სამი ქართული YouTube არხი რომ დარჩეს, რომელ არხებს დატოვებდი. არ გვინდა ხა მოდი ბიკერტოებულად ვიტყვი. ხო, ერთი იქნება შენი არხი. პირადი რაღაცა სენტიმენტებიდან გამომდინარე. ბასტოს დატოვებდი. პატარა არხი რო გააკეთა ეხლა მაგას. ბასტო ფანტასტო? ხო. კიდე რაბანას დავტოვებდი, გავხარდებოდა რაბანას. უბრალოდ ანუ ეგ მაქსამს ხო? ანუ შენსას ბასტოს და ჩემი იცი დატოვო? თუ სხვა დავტოვებდი. როგორც კი. კაი, შენს გარდა კიდე ერთი. კიდე დავტოვებ ნონსენსას. ვიცი კი. იმიტომ რომ ეხლა გადაიღო ვიდეო, რომელიც ძალიან მომეწონა. პომიდორები გაზარდა. ფერმა რო დაი, ხო ნახე TikTok-ზე შეხვდა. თან ნონსენს არის ადამიანი, რომელიც მისი ოჯახი ემიგრაციაში ცხოვრობს საფრანგეთში. და თვითონ ამდენჯერმე რო ჩამოვიდა საქართველოში, ისე აქ აუბრად იგრძნო თავი, რომ აღარ წავიდა. და იქ რაღაცაზე ვარი თქვა და აქ ცხოვრობს და იუთუბერობს და თან პომიდორი გაზარდა გაცმა და კაი. რეალიც იქნებოდა. შემდეგ მხოლოდ YouTube-ის მონეტიზაციით შეიქმნი კომფორტული ცხოვრება? შეიქმნი კომფორტულ ცხოვრებას? ანუ შესაძლებელია თუ არა, მხოლოდ YouTube მონეტიზაციით, ხო? დღის მდგომარეობით არა, მაგრამ პერსპექტივაში არის. პერსპექტივაში არის. რამდენი წლის პერსპექტივაში არის ეს დაახლოებით? ჩემი აზრით 3 წლის პერსპექტივაში თუ ნორმალური საშუალო დონის YouTube არხი იქნება, შეიძლება შემოსავალი ჰქონდეს $5,000-ზე მეტი და ეს დოლარიც თუ სყიდულნარიანობას არ დაკარგავს, ალბათ ჩემი აზრით ახლა ნორმალური იქნება რა. ნორმალურია, მაგარი იქნება. კი. ხო, 3 წელი უნდა გავძლოთ რა. ან 3 წელი გვაქვს, რომ ხო, უფრო მოვიხოდეთ. სოფლიო ისტორიის გმირებიდან ვისთანაც განიხილავდი მიმებს. გმირებიდან ან ნებისმიერი ადამიანიდან? ანუ ისტორიული უნდა იყოს, ან მეფე, ან ნებისმიერი მოქმედი პირი. ისტორიული გმირებიდან თუ ისტორიული პირობებიდან? არა, კაცო. ნაწარმოებიდან კი არა, პიროვნებიდან, ხო. პიროვნებიდან. რონალდინიოსთან ერთად.
ერთი სოკრატესთან ერთად ფილოსოფიურად ცოტა. ოღონდ ორივე რო იყოს ერთად რა, რონალდინიო და ჰიტა, რონალდინიო და სოკრატე. აუ, ძალიან მეორე ნახვა იქნება. აი და რას უყურებდით? აი ძალიან საინტერესო იქნებოდა. და რა მიმები რო არის რაღაცა იმაზე. თვითონ მიმია ეგ გადაცემა, სოკრატე, ჰიტა და რონალდინიო როლისა. სოკრატე რო თავისი ესე ხო, რაღაცა. აუ, ძალიან კაი. მაგრა დამაინტერესა. აუ, მაგრა მინდა რომ ეგ. იმუშავე რა, იმუშავე მაგას. AI გავაცოცხლები. რის რეკლამას არ გააკეთებდი არასდროს. აი რაც კაცურ კითხვებში იქნებოდა მიუღებელი ეგეთი რაღაცეების. ოკეი. ყისას და გაკლებდა ყველას. ოკეი. ბატონო. ძალიან არ ვიცი ამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ამით კიდე კს მოემატა კიდე. კი, იმიტომ რომ ეს ძალიან ყისას საქსიელი. ეს კოეფიციენტი უნდა იყოს გამოსული თუ გინდა რომ იცხოვრო ღირსეულად. კი ბატონო. ბატონია. კი ბატონო. აუ, ყის ძალიან კაია რა. ყის 50 IQ-ს მქონე გოგოს შემოუშვებ ოჯახში. IQ არის თავარია ყის. თავარია ყის. აბა ეხლა რა დავამოწე, იცი? კს რა თავარია? ტესტი არის და ყის რა დავეცი. მე ვთქვი ეგ და აგიყოლიათ ყველა. ანუ კუტუ არის. კატო ცუდა. მაგიტო ყსო იყოს და იქიდე. აი იყოს ხო. ანუ კუტუ გამოდიოდა მაგიტო ვთქვი, ხო ეხლა გამახსენე. კუტუს რო ამბობ, უკვე ყს გაგვნება. ხო, კი. ვინმე თუ ფიქრობს რა კს რატო არის? იფიქრეთ მეგობრებო და მიხვდები. იმიტომ რომ კუტუ არის. კაი, მაღალი და დაბალი IQ-ს მქონე იუთუბერებს შეიძლება თანაბრად წარმატებული კონტენტი ჰქონდეს. უფრო მეტიც, შეიძლება დაბალი IQ-ს მქონე იუთუბერებს უფრო წარმატებული კონტენტი ჰქონდეს. რა არ მოგწონს ქართულ YouTube-ში? რა არ მომწონს ნახე. ერთი უსამო რაღაცა არ მომწონს რა. ხო არის რომ ადამიანებს რაღაცა კონკურენცია და რაღაცა ეგეთები გვაქვს. რაღაცა ერთმანეთის მიმართ ზოგი სპონსორები ისე და თუ ერთი იუთუბერს მეორე იუთუბერი არ ევასება და ვინც არ ევასება ის რაღაცნაირად წარმატებას აღწევს, ანუ თვითონ мотиваცია კი არ ემატება, თვითონ ჩერდება. ნებდება რომ აი მაჯობა და მორჩა. აი და ამ პლატფორმაზე ეხლა თუ იმას უყურებენ, ესე იგი მე აქ არ მინდა არაფერი თუ რაღაცა და ეგრე ვიცი ბევრი YouTube არხი, რომელმაც დაანება თავი იმის გამო რომ ვიღაცა არ ევასებოდა და იმას ბევრი ნახვები ჰქონდა. მაგალითად არაეთიკური იქნება ახლა. არა, ხო ვიცი რა თქმა უნდა. ხო ეგ მართლა ძალიან ცუდია. არა, ცუდია ეგ ძალიან. რატო უნდა პირიქით თუ ჯანსაღად უნდა მივიტყვი კონკურენცია ჯანსაღი არის ძალიან კაი, იმიტომ რომ შენ გზრდის და ეგრე თუ არ არის კონკურენციაც არ არის თან ეგა სიგიჟე რა. ეხლა ნახე ეს ჩემი თავიდან გამომდინარე რო თქვა რა, მე რო ეხლა YouTube-ზე ვიდეოებს ვსდებ, ამ ვიდეოს უდიდესი ნახვის ტრაფიკი არის სხვა იუთუბერიდან გამოსული. ეხლა მე რო სხვა ბევრი იუთუბერი რო არ არსებობდეს აქ ისე მარტო ჩემს გამო ამ აპლიკაციაში არავინ არ შემოვიდოდა რა. ეხლა რედიზე რო დავდე ვიდეოებს, მიყურებ და 10 კაცი თუ რაღაცა. და აქ ვინც რომელი ტიპიც იწყებს იუთუბერობას, ასე ვთქვათ რა, ყველას თავისი აუდიტორია შემოყავს, რომელიც მე შეარდება. ანუ რაც უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს, წესით ყველა იუთუბერის მიზანი უნდა იყოს, რომ ყველა დაეხმაროს რა. ისევ თავის სასარგებლოდ. ბოლოს. და ეგ არის ყველაზე მაგარი, რომ კონკურენცია არ არის ეგრე. ანუ სპონსორიც არ არის ეგრე, რომ რაღაცა შენ სპონსორი წაგართვა და მე ჩვენთან მოვიდეს, ეგრეც არ მუშაობს რა. სერიოზულად თუ აგიქო ყველაფერს, რაც უფრო იზრდება ეს სფერო, ყველასთვის უკეთესი ხდება. ზოგ ქვეყნებში საერთოდ იუთუბერობა არ იციან. მაგრამ განვითარებულ დიდ ქვეყნებში რა. აი პირობითად შეიძლება ახლა ზუსტად კონკრეტულ ქვეყანას ვწევი, ნორვეგია მაგალითად, ან რაღაცა იტალია. ანუ მაგ ადგილობრივ ენაზე რამდენი იუთუბერიც არსებობს და რამდენი ნახვებიც აქვს დაუშვათ. თითქმის არ არსებობს და ეგრევე ყველა ქვეყანა რო შეადარო, საქართველოს ერთ-ერთი ტოპ ქვეყანა იქნება. ახლა? ანუ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით რამდენი ადამიანი უყურებს YouTube-ს მაგაში ხო? და თან კიდე რა არის, ანუ იქ ანალიტიკაში ხედავ რა დივაისიდან გიყურებენ. და ტელევიზორი მიუახლოვდა 50-ს. ტელევიზია. ტელევიზორიდან YouTube-ის ვიდეოს ყურება. ხო, ეგ ნიშნავს, რომ როგორც აქამდე ტელევიზორში არხებს უყურებდის, ხო, ისე უყურებ YouTube-ზე. ყველა ტელევიზორში ჩაშენებული რო კიდევ. კი. ეხლა გვაქვს ერთი პატარა კითხვები როგორ მოგეწონა, აბა ჯერ ეგ კითხვა. აჯახები. ძალიან კარგი იყო, ვფიქრობ, რომ კარგი კითხვები გამოგზავნეს გამომწერება.
ან ჩვენ დავწერეთ, კარგი ხომ ამას ვერ გავიგეთ ვერასდროს. ვეღარ გავიგეთ. ჯაია. და ჩვენი პოდკასტის ბოლოს მოკლედ გვაქვს ხოლმე სტუმრის 1 წუთი რა. ანუ 1 წუთი სტუმარს და ნებისმიერ თემაზე საუბრობს. უყურეთ ჩვენ იუთუბერებს დაინახეთ მათი ადამიანი და არა კონტენტი. ხო, რა თავი ბიჭო. კი. იყავით კაცები. ოპა. და ბევრი კუსე გექნება. კუსე გამახსენეთ ცხოვრებაში. დაუჯერეთ თქვენ სინდის. თქვენი შინაგანი სამყაროდან გამოდიდან მიიღეთ გადაწყვეტილებები ცხოვრებაში. იყავით კეთილი ადამიანები. გავრცელეთ სიკეთე. გავრცელეთ ადამიანებს. გიყვარდეთ საკუთარი თავი და თან ამავდროულად შეიყვარეთ სხვები. იცოდეთ რომ ეს დედამიწა ყველასია და უნდა გავრცელდეთ. კარგია. და ყველაზე თავარს ვიტყვი კიდე ერთ რაღაცას, რომ 10 წამი. რაც ხდება თქვენს გონებაში, ის ხდება შემდეგ თქვენს ცხოვრებაში და არა პირიქით. ვა. ძალიან კაი, ეს ფრაზა ძალიან კაი იყო, რაც ხდება თქვენს გონებაში, ის. აქამდე კაი რაღაცები თქო, ესეც კაი. ხო, არა, ბოლოს ნუ დაევასა ახლა, მაგრამ არა, ის მომენტი დაევასა. არა, კაი 1 წუთი იყო, ამას ამოვჭრით, დაუდებდათ ეს მომენტი დაარეაქტე, ან სხვა მომენტი იქნება ის. ანუ ეს სერიოზული მომენტია ეხლა და ამას არ დაარეაქტებს. მოდი თვითონ ხო არ გადაწყვეტოს. მე მგონია რომ კს-ს დაარეაქტებს. კაი. მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავი. მე მგონია რომ ძალიან კაი smart podcast-ი გამოგვივიდა, ვისაუბრეთ, ვითამაშეთ, გავერთეთ, საინტერესო რაღაცები მოვისმინეთ შენგან, გავიცანით ერთმანეთი რაც თავარია. მადლობა რომ თქვენ გვიყურეთ, მეგობრებო. დაგემშვიდობებით. კი ბატონო, მადლობა კიდე ერთხელ ხიტას, გამოიწერეთ ხიტას არხი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ ყველა კარგი ადამიანის არხი, ყველა ქართველის არხი, მე გადავიდეთ სოფლიოს სხვა არხებს. კი ბატონო, მეც რაღაც მომწონს. ხო, რაღაც ამოიშე. კს მეგობრებო. მადლობა რომ მომიწვიეს და ბევრ გამოწერებს გისურვებთ და ყველაფერს კარგ ცხოვრებაში. დიდი მადლობა. ძალიან გავერთე. ხო, გაი. გავიგე ისე გავიდა. კი. წავედით მაშინ. დროებით. აბა, დროებით.